კობახიძე მდინარაძისთვის სასურველი სცენარი იყოს ირაკლი ღარიბაშვილის ხელბორკილებით ხილვა, თუმცა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელები ფიქრობენ, რომ ეს არ არის სასურველი სცენარი თავად ბიძინა ივანიშვილისთვის და რა მიზანიც ჰქონდა რეალურად ქართული ოცნების დამფუძნებელს. მთელი ამ პროცესით მან ამ მიზანს მიაღწია. ერთის მხრივ, როგორც ყოფილი მეოცნებეები ფიქრობენ, განადგურდა სრულად ირაკლი ღარიბაშვილის რეპუტაცია და მეორეს მხრივ, როგორც ჩანს, შედგა შეთანხმება დიდი ფულის უკან მიტანაზე. ასევე ჩვენ მათ ვკითხებთ, ხომ არ არის მთელი ეს პროცესი ერთგვარად პოლიტიკური ველის შემზადება იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სასურველი ოპოზიცია შექმნა სამომავლოდ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, თუმცა გამორიცხავენ ამ ყველაფერს ყოფილი მეოცნებეები, ვინაიდან ფიქრობენ, რომ კორუმპირებული სტატუსით, უკვე სამართლებრივად კორუმპირებული სტატუსით ირაკლი ღარიბაშვილს ეს ძალიან გაუჭირდება. ჩვენ საქმე არ გვაქვს მართლმსაჯულებასთან, ჩვენ საქმე გვაქვს ეგრეთ წოდებულ კრიმინალურ ნაესთან, ხო? ფული მოიტანე ბიჭო, ხო? რაში ჩართულია პროკურატურა, სუსი, მოსამართლე, ჩაცუცქულები არჩევენ საქმეს, ხო? მიზანი არ იყო არავის დაჭერა, მიზანი იყო ფული გამოგება სალაროში, ხო? ეს მიზანი რო ვერ შესრულდა, მერე დაიწყეს ამ ვითომ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება და ხა ეს ფული რო შეაგროვოს, რასაც თქვი, ხომ იმუშაოს. ციხეში როგორ იმუშაოს? უთხრა რომ მე ხა ძმაო, ციხეში რო ჩავждდეო, იქიდან როგორ შევაგროვო ამ ხელა ფულიო და დამტოვეთ გარეო და გარეთ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ ეს პირობები შევასრულო და ნუ სხვებსაც უნდა დაელაპარაკოს, ალბათ ამას გამოიყენებენ, ხო? ხა დადგა მოსავლის აღების, ცხრების პარსვის დრო. ხო და ნუ ერთმა ცხარმა ითხოვა რომ სანამ გამპარსავთო კიდე მოვისხავო რა, ცოტა ამომივიდესო რა, კიდე მატყლიო რა. პოლიტიკური დევნილის მანტიას ვერ მოისხავს ღარიბაშვილი, ხო? თვითონ გუშინ ისაუბრა, რომ ყველაფერი აღიარა, გამოგიცხადეს, რომ ყველაფერი აღიარა, დანაშაული და პირობა დადო, რომ მეც აღარ იზამს, მეც აღარ მოიპაროს ხვალიდან. ანუ დღეიდან წესიერი კაცი გახდა რა. ეს სიტყვების манипуляция, ეხა ასეთი იურიდიულ ნიუანსებში მოქალაქეები არ ერკვევიან თუ იურისტი არ არის, ესე გავლენით ვაჭრობა, უკანონო შემოსავალი, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის ეს ყველაფერი არის ერთიანი, ასე ითარგმნება და ასე აწუდის ოცნება, რომ ეს არის კორუფციული დანაშაული. იქ რა მუხლით ხდება კვალიფიკაციის მიცემა, ეგ სხვა არის. დაპატიმროში ღარიბაშვილის ყოფნა ბიძინა ივანიშვილისთვის არ არის ახლა მთავარი მიზანი. და ოცნება მეხა რაც გააკეთა ამით, რომ ღარიბაშვილის მიმართ აჩვენა ნეგატიური განწყობა, უარყოფითი განწყობა, საზოგადოების ნეგატიური ემოციები მიმართა და დასაჯა და შექმნა კორუფციული ფონი მის წინააღმდეგ. ეს იყო ამოცანა და თან ათანამშრომლად, თან პირობები ალბათ წაუყენა. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი კი, რომელიც ოფის დასდევს არასამთავრობო ორგანიზაციებს, თვეების წინ ამტკიცებდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია შეამოწმეს და მას აქვს უნაკლო დეკლარაცია. ეს ნაკლი კი თავად პროკურატურამ იპოვა და დღეს საჯაროდ თქვა ბრიფინგზე, რომ ყალბი მონაცემები შეყავდა ყოფილ პრემიერ-მინისტრს სხვადასხვა დროს დეკლარაციებში, რომ თითქოს მისი ოჯახის წევრები ჩუქნიდნენ დიდი ოდენობით თანხებს, რაც აღმოჩნდა, რომ საბოლოოდ იყო უკანონო შემოსავალი. ეს კი ყოფილი სახალხო დამცველისთვის არის სისტემური დანაშაულის მხილება. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ არის დადასტურება იმისა, თუ როგორი ფარისევლურია რეჟიმი, როდესაც ის საუბრობს გამჭვირვალობაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე, იმიტომ რომ ეს ადამიანები, მათ შორის ის პირები, რომლებმაც დღეს ბრალი წარუდგინეს ირაკლი ღარიბაშვილს, გვიმტკიცებდნენ, რომ მათი გუნდის წევრებისთვის წინ რომ ფული დაგედოთ, ხელს თურმე არავინ არ მოკიდებდა და სინამდვილეში პრობლემა იყო არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაში, რომელიც ყველაზე გამჭვირვალე სექტორია. მე მგონია, რომ აი დღევანდელი რეალობა თვითონ ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც, თუ კი გულწრფელი ვინმე მართლა მხარდამჭერი არსებობს, დააფიქრებს, რამდენად შერჩევითი უსამართლოა ეს ყველაფერი, რამდენად ფარისევლურია ის განცხადებები, რასაც აკეთებდნენ და აკეთებენ დღემდე ქართული ოცნების წარმომადგენლები და რეალურად ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ საზოგადოების მოტყუებას, თვალის ახვევას და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების დამალვას და ისრების წესიერი და კეთილსინდისიერი მოქალაქეებისაკენ გადატანას.
7 მილიონ დოლარამდე თანხა არის ამოღებული ირაკლი ღარიბაშვილის სახლიდან. თავადვე ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლებს იღებდა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად იმისა, რომ თავადვე ამბობს, რომ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, პროკურატურა მას $1 მილიონ თავისუფლება აჩუქა.